გავიკითხოთ, ესე იგი. ერთი იმიტომ რომ მარხვაა და მეორე იმიტომ რომ ესე იგი სულიერი საკითხავი რომ ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ რომ დაგვარწმუნოს ამაში. ეს არის მე გადავიდეთ ამ შეკითხვებზე. ეს არის წმინდა იოანე კასიანე რომაელი. დიდი მოღვაწე იყო და მას აქვს ბოროტების 8 გულის ძრახვის შესახებ არის ეს ნაშრომი და უამრავი რამ აქვს ამ წმინდას, მაგრამ ქართულად ბევრი არ არის ნათარგმნი სამწუხაროდ. მაგრამ აი რაც არის ნათარგმნი, იქიდან მოდი პირველი ეს არის მუცლის დაუკების შესახებ. რაც უშუალოდ მარხვას უკავშირდება და რაც ნაყროვანებას უკავშირდება. უპირველესად მუცლის დაუკების შესახებ ვიტყვით, რითაც უპირისპირდებით ნაყროვანებას. კერძოდ საუბარი გვექნება მარხვათა სახეობისა და საჭმელთა რაგვარობა რაოდენობის შესახებ. ამ ყოველივეს ჩვენ თვითონ როდი ვამბობთ, არამედ წმინდა მამებისგან რაც მიღებული გვაქვს. თუმცა მათ არც მარხვის ერთი კანონი, არც საჭმლის მიღების ერთი წესი, არც თუ ერთი და იგივე ზომა გადმოუციათ. გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ყველა ჩვენგანის შემძლეობა, ისევე როგორც ასაკი, უძლურება თუ უფრო ფაქიზი აღნაგობა სხეულის. ან ერთნაირი რაოდენობა კი არ არისო დაწესებული, რომ ყველამ ერთნაირად უნდა იკვებოს. იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთისაგან განსხვავდებით. მაგრამ შემდეგ ამბობს მაინც რა არის ერთი მთავარი წესი, რომელიც აი ყველას ერთნაირად მიესადაგება. მიუხედავად ამისა, მათ ერთი მიზანდასახულობა გადმოგცეს ყველას. გავერიდოთ დანაყრებულობას და უარყოთ მუცლის სიმაძღრე. აი ეს არის რაც ყველასთვის არის საერთო. ხსენებულმა მამებმა უფრო სასარგებლოდ და გაწმენდისთვის უფრო ხელშემწყობად მიიჩნიეს დღიური მარხვა, ვიდრე 3 დღიანი, 20 დღიანი და კიდევ 7-ამდე გახამძლებული მარხვები. ანუ აქ იგულისხმება, რომ ვიღაცა 2 დღეში ერთხელ ჭამს, 3 დღეში, 1 კვირაში ერთხელ ჭამს, მაგრამ ამ ყველაფერსო უფრო ჯობია და უფრო ფართოდ გავრცელებული და მიღებული და სასარგებლო არისო, ყოველ დღე ჭამო, ოღონდ სიმაძღრის გარეშე. რადგან ამბობენ, ვინც უზომოდ ახანგძლივებს მარხვას, ხშირად ზომაზე მეტად ეტანება შემდეგ საჭმელს. რის გამოც სხეული ზოგჯერ მეტისმეტი უჭმელობით მოუძლურდება და სულიერ მსახურებათა მიმართ უფრო მცონარე ხდება. ზოგჯერ კი იგი საჭმელთა სიუხვით დამძიმებული მოწყინებასა და მოშობულობას შთაუნერგავს სულს. და კიდევ ასეც ისაზრეს მათ, რომ ყველასთვის შესარგები არაა ბოსტნეულის მიღება, არც თუ პარკოსნებისა. ამასთან არც ხმელი პურის ჭამა შეუძლია ყველას. თქვენს ისიც, რომ ზოგი 2 საწყაო პურის ჭამის შემდეგაც კვლავ მშიერია. ზოგი კი 1 საწყაოს რომ შეჭამს, ან და 6 უნციას დანაყრებულია. როგორც აღვნიშნეთ, ერთი საზღვარი, რაც ყველას დაუდგინეს მათ, ესაა თავშეკავებულობა. კერძოდ ის, რომ მუცლის სიმაძღრემ არ შეგვაცდინოს. არ წარგვიტაცოს პირის გემომ, რადგან არათუ მარტოოდენ საჭმელთა სახეობის ნაირგვარობას, არამედ სიუხვის ოდენობასაც სჩვევია სიძვის ცეცხლოვანი ისრების ანთება. ანუ ეს ნაყროვანება ორგვარია, ერთი არის სიმაძღრე, ანუ ბევრს რო ჭამს ადამიანი და მეორე არის გემოთ მოყარება. მეორე არის რაღაცა უფრო გემრიელზე რო აქვს აქცენტი გაკეთებული და იმას მიესწრაფის. და ის პირველი არის, ესე იგი შეიძლება არ იყოს ისეთი გემრიელი რასაც ჭამს, მაგრამ ბევრს ჭამს. აი შეიძლება სიტყვაზე ვამბობ, ხორცის ნაცვლად მწვანილი ჭამოს, მაგრამ ბევრი ჭამოს ესე. მართლაც რა საჭმლითაც არ უნდა აივსოს მუცელი, გარყვნილების თესლს შობს იგი. ასევე არამხოლოდ ღვინისგან გაბრუებულობას სჩვევია გონების თრობა,
არამედ წყლის სიჭარბეც და ყოველგვარი წყლის სიჭარბეც და ყოველგვარი საჭმლის ზედმეტობაც გრძნობა დაკარგულსა და მთლემარეს ხდის მას. მარტო ალკოჰოლი კი არა, არამედ ზედმეტი წყალიც. თუნდაც სოდომელებისთვის არათუ ღვინითა და მრავალგვარი საჭმლით გაბრუებულობა გახდა დაღუპვის მიზეზი, არამედ პურის სიჭარბე, თანახმად წინასწარმეტყველისა. ამასთან არც სხეულის უძლურება უქმნის წინააღმდეგობას გულის განწმენდილობას. ანუ ზოგმა შეიძლება თქვას, რომ მე ფიზიკურად არ შემიძლია ის მოხმოდრეკა შევასრულო, ან დიდხანს ფეხზე ვიდგე, ან სხვა ამგვარი სხეულებრივი უძლურება არ არის დაბრკოლება, რომ სული განიწმინდოს. როდესაც ამგვარ სხეულს უძლურების მოთხოვნილებისამე ვაკმოყოფილებთ, თუმცა არა გემოთმოყვარეობის ნებასურვილისამებრ, საჭმელთა მოხმარება მისაღებია იმდენად, რამდენადაც ეს სიცოცხლისთვის არის საჭირო და არა იმდენად, რომ გულის თქმის ნებებს ვემონებოდეთ. თანაშეზომილი და გონივრული მიღება საჭმლისა სხეულის სიმართლესაც განაპირობებს და ამასთან არც მის სიწმიდეს აღხოცავს. მამათაგან გადმოცემული საზღვარი თავშეკავებულობისა და ზედმიწევნითი კანონის შემდეგია. და ახლა ეს არის, რასაც წიტყვის წეს, ეს არის ყველასთვის საზოგადო. სუსტი იქნება, ძლიერი იქნება, ბევრი ჭამა თუ ცოტა. რაიმე საჭმლის მიმღებმა მანამდე უნდა შეიკავოს თავი ჭამისგან, სანამ ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს ნდომა და ნუ დაელოდება იგი სიმაძღრეს. ანუ სუფრიდან იქამდე უნდა ადგეო, ვიდრე ჯერ კიდევ ჭამის სურვილი შენარჩუნებული. აი ეს არის მარხვის ზოგადი წესი და თავშეკავებულობის ზოგადი წესი. როდესაც მოციქულმა თქვა, ხორცზე ზრუნვას გულის თქმად ნუ გაიხდით, არათუ სიცოცხლისთვის აუცილებელი მზრუნველობა დააბრკოლა ამით, არამედ გემოთმოყვარეობითი გულმოდგინება აკრძალა. ასე რომ სულის სრულ სიწმინდეს მხოლოდ საჭმელთაგან თავშეკავება როდი ხდის შესაძლებელს, არამედ სხვა სათნოებანიც უნდა თანხვდებოდნენ მას. მართლაც, საქმისადმი მორჩილებისა და სხეულის დამაშვრალობის გზით დიდად შეგვეწევა ქვემ დაბლობა. ასევე ვერცხლის მოყვარეობისგან თავშეკავება. ესე იგი, არა მხოლოდ ფულის არ ქონა, არამედ მისი მოპოვების არ ნდომაც სულის სიწმინდისაკენ მიგვიძღვის. თავშეკავება მრისხანებისგან, წუხარებისგან, დიდების მოყვარეობისგან, ამპარტავნებისგან, ყოველივე ეს სულის მთლიან სიწმინდეს მოგვიმუშაკებს. ხოლო მთელმცნობიერების გზით სულის ნაწილობრივ სიწმინდეს გამორჩეულად წარმატებულ ყოფს თავშეკავებულობა და მარხვა, რადგან შეუძლებელია, რომ მუცელ ნაყროვანმა სიძვის სულის წინააღმდეგ ომისთვის განაწყოს თავისი გონება. წმინდა იოანეს სინელი ამბობს, რომ ნაყროვანებაო არისო, ესე იგი, სიძვის დედაო და მარხვა არის სიწმინდის წინამძღვარი. ამიტომ ჩვენი პირველი შერკინება მიმართული უნდა იყოს მუცლის პყრობისა და სხეულის დამონებისკენ. თუმცა არა მხოლოდ მარხვის მიერ, არამედ აგრეთვე მღვიძარების, ანუ რა შეეწევა ადამიანს, რომ ის სიწმინდით იცხოვროს, არა მხოლოდ მარხვა, არამედ მღვიძარების, შრომა ჯაფის, კითხვის, ანუ ახლა რასაც ჩვენ ვაკეთებთ, კითხვის, წმინდა მამათა ნაწერების კითხვის, გენის საშიშროების წინაშე გულის შემოკრების, ანუ როდესაც ადამიანი ფიქრობს მარადიულ სატანჯველზე, აი როდესაც ფიქრობს, რომ მოხდეს მარადიულ სატანჯველში და ეს მარადიული ხო დაუსრულებელია, არასოდეს ამთავრდება და აი რო იფიქროს უბრალოდ, რომ იქიდან შეუძლებელია, რომ თავი დაიხსნას და მარადიულად უნდა იტანჯებოდეს. და მეორე მხრივ კიდეც სასუფევლისადმი გულის თქმის გზით და იფიქროს ასევე იმაზე, რომ როგორი ნეტარება, როგორი ბედნიერება სიხარულია სასუფეველში. და ესე იგი, ჯოჯოხეთის ტანჯვა კი არა მხოლოდ, სასუფეველის სიხარულის დაკარგვაც უკვე ტანჯვა არის.
ესე იგი გახსოვთ წმინდა პაისის ფილმშიც არის თუ არა ვწდები თუ მის ცხოვრებაში საიდანღაც მახსოვს ესე იგი როდესაც მას წმინდა მოწამე ეფემია გამოეცხადება ესე უბნაოდა რომ ცოდნოდაო როგორი დიდება არისო სასუფეველშიო სურვილი მექნებოდა რომ უფრო მეტი მომეთმინაო ქრისტესთვის ანუ როდესაც ეკითხება წმინდა პაისი რომ როგორ მოითმინე ამდენი როგორ გაუძელიო ამასო და ის ამბობს რომ ცოდნოდა როგორი სიხარული ელოდება ადამიანს უფრო მეტის მოთმენის უფრო მეტის გადატანის სურვილი მექნებოდა ქრისტესთვის წმინდა სერაფიმ საროელი ამბობს ადამიანმა რო იცოდეს რა სიხარული ელოდებაო სასუფეველშიო თანახმა იქნებოდა რომ თუნდაც 1000 წელიო გველებით სავსე ორმოში იცხოვროს წარმოიდგინეთ აი და ესე იგი თუ ადამიანი აღმოაჩენს რომ რა სიხარული დაკარგა ეგ უკვე სატანჯველი ყველა სატანჯველს რო თავი დაანება რა სიხარული და რა სიხარული ელის ცხონებულ ადამიანს აი ჩვენ რო ფიქრობდეთ ესე იგი აი მაგალითად წმინდა ლუკა მახარებლის ხატია წმინდა ბასილი დიდის წმინდა იოსების ხატის გრიგოლ ხანძთელის ისინი რა სიხარულში არიან ახლა რამდენი რამ მოითმინეს ქრისტეს გულისთვის და ახლა როგორი სიხარული აქვს და მათ სიხარულს რომ არაფერი აღარ შეეხება ამ წუთის სოფელში სიხარულიც დროებითია და მწუხარებაც მაგრამ აი რომ წარმოვიდგინოთ უბრალოდ მდგომარეობა და ადამიანი უნდა ფიქრობდეს ამაზე წარმოიდგინოთ მდგომარეობა რომ მას ისეთი სიხარული აქვს რომ აი არ უნდა რომ ეს როდისმე დამთავრდეს და რომ არც დამთავრდება აი ხო ყოფილა შემთხვევა რაღაც ადამიანს გულში ისეთი სიხარული აქვს რომ უნდა რომ ნეტავ დიდი ხანი გაგრძელდეს ეს სიხარული აი მაგალითად იოსებ ბატოპედელის ცხოვრებაში არის რომ ლოცვის დროს ისეთ მდგომარეობაში მოვიდა შინაგანად რომ არ მინდა უფალო სასუფეველიო ოღონდაც ეს არ დამთავრდეს რა მდგომარეობაშიც ახლა ვარ და სასუფეველში მას განუზომლად დიდი ელოდება აი მოციქული პავლე ამბობს თავის თავზე ამბობს სხვათა შორის და ამბობს 14 წლის შემდგომ იმას რაც მოხდა ვიცი კაციო არ ვიცი ხორცში იყო თუ ხორცის გარეშეო 14 წლის წინ ღმერთმა აიტაცა ზეცა თუ მესამე ცამდე ანუ სასუფეველს გულისხმობს ასე განმარტავენ და თან ყურადღება იმას უნდა მივაქციოთ რომ ახლა ჩვენ ზოგჯერ რაღაცა სიზმარს ვნახავთ და მეორე დღეს ვამბობთ რომ აი ესეთი რაღაც მოხდა ჩვენს თავს ისეთი რაღაც მინდანები ვნახეთ თუ ასე შემდეგ კაცმა 14 წლის წინ ნახა რაღაც რეალურად და მეორე დღესვე კი არ თქვა არამედ 14 წლის შემდგომ თქვა ისიც საჭიროება მოიტანა ამისი თქმა არა სიამაყით და რაღაც არამედ თავის სულიერ შვილებს სჭირდებოდათ ამისი თქმა და თქვა რომ მე თან კი არ თქვა მე ვიყავიო ვიციო ასეთი კაცი რომელიც ღმერთმა ზეცა დაიტაცა მესამე ცამდე და რასაც ამბობდი თავარაც არის და იქო მას ესმა ისეთი რამ რაც აქ ადამიანის ყურს არ სმენია ნახა ისეთი რამ რაც ადამიანის თვალს არ უნახავსო და განიცადა ისეთი რამ რაც ადამიანის გულს არ განუცდია ახლა რასაც ვამბობდით იოსებ ბატოპედელზე ისეთი რამ განიცადა რომ ნეტ არ დამთავრდეს მაგრამ ეგეც თურმე ის არ არის რაც იქ ელოდება ადამიანს იქ განუზომლად დიდი ელოდება და როდესაც ადამიანი ამაზე ფიქრობს მერე აღმოაჩენს რომ ამ წუთი სოფლის რაღაც სიამტკბილობები იმასთან შედარებით ძალიან ფერმკრთალია და არაფერსაც არ ნიშნავს და საწოდაობა აი ამ პატარა ვითომ სიხარულის გამო რაღაცა ხორციელი ტკბობის თუ რაღაცა ის ნამდვილი სიხარული დაკარგოს აი მაგაზე რო ფიქრობს ამიტომაც თქვენ თუ დააკვირდებით აი ვინც სახარებას კითხულობთ სასუფეველში სახარებაში ხშირად არის რომ ხან სასუფეველის სიხარულზე გვესაუბრება უფალი ხან ჯოჯოხეთის სატანჯველებზე გვესაუბრება რომ ესე იგი ან ერთმა შეგაშინოს როგორც ზაქარია ნათქვამი რომ გენის
ანუ სატანჯველის საშიშროების წინაშე გულის შემოკრება. და ან კიდე სასუფეველის სიხარულმა მიგიზიდოს, ესე იგი. აი როგორ ამბობს სატანჯველზე უფალი, რომ წარმოედგინეთ, აი ესე იგი, იქნებაო ცეცხლი ჩაუქრობელიო. ეხლა უბრალოდ ჩვენ ეს რომ ასე წარმოვიდგინოთ, აი ადამიანს რო სინდისი ქენჯნის რაღაცის გამო. ხო არ ვიცი თუ გამოგიცდიათ რომ რაღაცის გამო გაწუხებს და ღრნის ადამიანს და მოსვენებას რო არ აძლევს. და ეს რომ არასოდეს არ ჩაწყნარდება. ეხლა აქ ამ წუთისოფელში გაქვს შესაძლებლობა რომ შენდობა ითხოვ, ახსარება თქვა, გამოასწორო ის რასაც რის გამოც გამხილებს სინდისი. მაგრამ იქ უკვე ამას ვეღარაფერს ვეღარ უწევ და იქიცი რომ ეს დაუსრულებლად ასე გაგრძელდება. წერია რომ იქნება მატლი დაუძინებელი, რომელიც ადამიანს ჭამს. აი, ალეგორიებით აღწერს ახლა უფალი. იმიტომ რომ შეუძლებელია პირდაპირ აუხსნას ადამიანის გონება, ამას ვერ იტევს და პირდაპირ ვერ ეუბნება უფალი. რა არის სასუფეველი, რა არის ჯოჯოხეთი, მაგრამ აი რაღაცნაირად რომ მიახვედროს. მატლი დაუძინებელი, ცეცხლი ჩაუქრობელი. დამბოს რომ იქ იქნება ყირილი და კბილთა ღრჭენაო. აი ადამიანი ისე როა გამწარებული, რომ კბილებს რო აღჭიალებს, როგორც იტყვია. და აი როგორი სიმწარეა და ეს რომ არასოდეს არ დამთავრდება. აი ამას აღწერს უფალი. და ადამიანი თუ ფიქრობს ამ ყველაფერზე, ის მეტად თავშეკავებული იქნება. და ეხლა ჩვენ რო შევადაროთ, ესე იგი, აქ განა რა სიხარული აქვს ადამიანს ისეთი, რომ იმაზე გაცვლა ღირდეს. აი, ხელი მოაწერო, რომ თავარია მე აქ ეს სიხარული მივიღო და თუნდაც აი იმ სატანჯველში წავიდე. რა აქვს ეგეთი სიხარული? რის გამო შეიძლება ღირდეს ეს რო გააკეთოს? ან კიდევ რა სიხარული აქვს ეგეთი აქ ადამიანს, რომ აი თანახმა იყოს, რომ იმ სიხარულზე უარი თქვას, რაც იქ ელოდება. რომ აი ოღონდაც აქ კონდეს ეს სიხარული და იმაზე უარს ამბობს. როგორ ამბობს დავით მეფსალმუნე, რომ ადამიანის ცხოვრების წლებიო 70 წელიაო და უკეთ უძლიერებას აშინა 80 წელო. ნუ საშუალოდ ამბობს ახლა თავისთავად, ახლა ზოგი 90 წლისაა და ზოგი შეიძლება 100 წლისა და უფრო მეტიც, მაგრამ საშუალოდ არისო 70 წელიო და თუ ცოტა ჯამთელად არისო 80 წელიო და უმრავლესი მათი შრომა და სალმობა. ანუ ამ წლების უმრავლესობა გადის რაში? შრომაში და ტკივილში. და იმის გამო, რაც დავუშვათ აი ამ ტკივილიანი სხვაგვარად ამბობს, სხვაგან ამბობს დავით მეფსალმუნე, ღელესა მას გლოვისასა, ამ წუთისოფელს ადარებს გლოვის ღელეს. ეს არის. ერთხელ მამა გედეონმა უთხრა მრევლს, რომ აიო აიღეთო კალენდარიო და დღეები, სადაც სიხარული გექნებათ რაღაცა ისეთი, რაღაცა უფრო ნათელი ფერით გააფერადეთო. რაღაცა სადაც ცოტა სამწუხარო დღეები იქნება, შავი ფერით გააფერადეთ და სადაც ისეთი დღეებია, ნუ არც რო დაარქმეო სიხარულია და არც წუხარება, რაღაცა ნაცრისფერი ფერით გააფერადეთო და თვის ბოლოს აღმოაჩენთო, რომ მუქი ფერები ჭარბობს. ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ რაღაცა ადამიანები უიმედობაში ჩაეგდო. არამედ იმიტომ თქვა, რომ აი ეს წუთისოფელი ესეთია, უფრო მეტი ტკივილი, შრომა, წუხარება, ეს არის. იმიტომ რომ დედამიწა არ არის 64. დედამიწა არის 64-დან განდევნილთა ადგილი. და ადამიანი ეძებს 64-ს. და თუ ეძებს, ის იპოვის, ესეც უფლის სიტყვებია. ოღონდ ეძებს ისე კი არა, ეხლა ზოგი როგორ ვეძებთ, ესე იგი, ზოგი ასე ვეძებთ. ხან ვილოცებთ დილით, ხან არ ვილოცებთ. ხან შევინახავთ მარხვას, ხან არ შევინახავთ. ხან წავალთ წირვაზე, ხან არ წავალთ. აბა ეგრე ზოგი ესე ვეძებთ. ზოგი როგორ ეძებს, ესე იგი, ზოგი ეძებს გულმოდგინეთ. გულმოდგინეთ ეძებს. ამ გულმოდგინებაში კიდე ძალიან დიდი განსხვავებებია.
ზოგი იმდენად გულმოდგინედ ეძებს, რომ საერთოდ მიატოვებს ამ წუთისოფლის ცხოვრებას და განმარტოვდება მონასტერში ცხოვრობს. ზოგი ასე ეძებს. ზოგი ერთში ცხოვრობს, მაგრამ არანაკლებია იმაზე ვიღაც რომ მონასტერში ცხოვრობს. ანუ ცხონების გარანტი არ არის არც მონასტერი და არც ერთში მცხოვრები იქნება ნაკლები თუ ის ღვთის მოშიშებით ცხოვრობს. წმინდა ივანე ოქროპირი ამბობს, რომ ჯეროვნად ისარგებლეო ქორწინებითო და პირველი იქნები სასუფეველში. ანუ ოჯახური ცხოვრებით, საერო ცხოვრებით ადამიანს შეუძლია რომ სული განეწმინდოს. წმინდა მაკარი დიდის ცხოვრებაში არის ასეთი შემთხვევა, რომ წმინდა მაკარის ეტყვის, რომ აიო შენ რო აქ ცხოვრობ, მის მართლაც დიდი მოღვაწე იყო მაკარი დიდი და ეს დიდი რომ დაარქვა ეკლესიამ, ესეც შემთხვევით არ არის. სულ რამოდენიმე წმინდანი არის ასეთი, მით რო წმინდანად არის შერაცხილი, რომ დიდი ჰქვია, მაგალითად ბასილი დიდი ვთქვით წეღან, არსენი დიდი არსებობს, ხო? ანტონი დიდი, პახუმი დიდი და ერთ-ერთი იყო სწორედ აი ჩვენს მიერ ნახსენები წმინდანი მაკარი დიდი და მას უთხრა რომ აიო შენ რო გონიაო რომ დიდი მოღვაწე ხარო ჩადიო ერშიო ამად ამ ოჯახში მიდიო და ორი მანდილოსანი ცხოვრობსო და ისიდიო შენზე დიდები არიან. ეხლა დააინტერესდა მართლაც მაკარის და ჩავიდა მივიდა მათ ოჯახში ნახა ეს მანდილოსნები როგორც აღმოჩნდა ეს მანდილოსნები ძმებზე იყვნენ გათხოვილები და ეგ ანუ ეს რამე ცუდი კი არ არის. და ძმებს ცოლები არ მოყავთ, ესენი დები კი არ იყვნენ. გული ნუ გაიხეთქეთ. სხვადასხვა ოჯახიდან იყვნენ, ოღონდ ძმებმა მოიყვანეს ცოლად. მოგეშინი. ხო და ჩავიდა და ეკითხება ესე იგი რა ღვაწლი აქვს ისეთი? რა ღვაწლი აქვს? ოღონდ კიდევ კარგი ეგეთი სახე მიიღეთ, თორე შეიძლება სხვასაც ეგ ფიქრი ქონდა და ვერ გამომჟღავდებოდა. რა ღვაწლი აქვს ეგეთი იკვლევს და არაფერი განსაკუთრებული აი ესეთი თვალსაჩინო. მაგრამ ესენი თავისი ოჯახური ცხოვრებით, მორჩილებით, სიმდაბლით, რაც ერის ადამიანს შეეფერება ლოცვით თუ მარხვით, ესე ცხოვრობენ. მაგრამ ღმერთმა აი მათი ამ გვარი ცხოვრება უთხრა მაკარი დიდს რომ აი ესენი შენზე დიდები არიან. ანუ ამით ჩვენ რა გვითხრა? იცხოვრე ოჯახში ღვთისნიერად და არავიზე ნაკლები არ იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ესე რომ ზოგჯერ არის ხოლმე ისეთი წარმოდგენა რომ აი ადამიანი და ეს მცდარია თავისთავად. ადამიანი მონასტერში თუ არ წავიდა ვერ გადარჩება. მე გამიგონია ესეთი. მაგრამ ეს არ არის სწორედ წმინდა მამათა მიერ ასეთი რამე არ გადმოცემულა, არც მაცხოვარს არ უთქვამს ასეთი რაღაც. ხო, მაცხოვარმა თქვა რომ ყველას არ შეუძლია ეს რო იტვირთოს. ამიტომაც ერთ-ერთი გავში გითხრა ზოგმა 100 წილი გამოიღო ნაყოფი, ზოგმა 60 და ზოგმა 30, მაგრამ ყველამ ნაყოფი გამოიღო. მაგრამ ვინც ნაყოფი არ გამოიღო, ასეთზე თქვა რომ უნაყოფო ხის ძირში ცული დევსო და მოიკვეთება და ცეცხლზე დაედებო. ამიტომ ჩვენ სადაც ვართ, იქ უნდა შევხედოთ ჩვენს თავს, რომ ჩვენ რა ნაყოფი გამოვიღეთ. ვიღაც მონასტერშია, ვიღაც ერშია. ყველა სხვადასხვაგვარი ცხოვრების წესი აქვს, მაგრამ ნაყოფი ყველა შემთხვევაში შეიძლება იყოს. და ნაყოფი მაშინ ექნება ადამიანს, როდესაც ღვთის მიერ მოცემულ იმ ტალანტს, არა, დრო იქნება, ეს ენერგია იქნება, თუ სხვადასხვა უნარი იქნება, შესაძლებლობა მატერიალური თუ არამატერიალური, გამოიყენებს ღვთის სადიდებლად, გამოიყენებს მოყვასის საკეთილდღეოდ, საკუთარი სულის გადასარჩენად. და თუ ადამიანი ეძებს, მართლაც იპოვის. აი თუ ადამიანი ეძებს, მაგალითისთვის ვიტყვი. აი ახლა ჩვენ რაც წავიკითხეთ, ხო? რამდენი წუთი დაგჭირდა, მე არ ვიცი. 7 წუთი, მაქსიმუმ 10 წუთი, რაც უბრალოდ რაც კითხვას მოუნდებოდა. ხო, ბევრი არ დაჭირდა. მაგრამ ახლა ჩვენს გულში ჩავიხედოთ, ბოლოს როდის წავიკითხეთ, თუნდაც იმდენი, რამდენიც ახლა ერთად წავიკითხეთ. და აღმოაჩენთ, რომ
ზოგს კარგახანი არ წავიკითხე. ზოგმა შეიძლება დღესაც წაიკითხა 2 იმდენი და 3 იმდენი, მაგრამ ზოგმა შეიძლება კარგახანი არ წაიკითხა. არადა აქ წერია, რომ მარხვასთან ერთად ერთ-ერთი არის რითიც ადამიანის სული იწმინდება. სწორედ კითხვა. ეს კითხვაც სიმდაბლის გამომხატველიც არის, იმიტომ რომ შეიმეცნო წმინდა მამათა გამოცდილება. შეიმეცნო მათი გამოცდილება, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანობა მაშინ გამოარო რაღაცა ყურმოყვრით ვიცით. იმანეს თქვა, ამანეს თქვა, მე ესეთი წარმოდგენა მაქვს. ჩვენი წარმოდგენების კვალობაზე კი არ უნდა ვიცხოვროთ ქრისტიანულად, არამედ წმინდა მამათა ნაშრომების მიხედვით. იმ ნაშრომების, რომელიც ეკლესიამ შეიწყნარა. თორე არის ესეთი ნაშრომები, რომელიც დარჩა ამა თუ იმ წმინდა მამის კერძო აზრად და ეს ეკლესიამ არ შეიწყნარა, როგორც საყოველთაოდ აღიარებული და ეკლესიის სწავლებად მიღებული. ესეთებიც არის. ის დარჩა მის კერძო პირად აზრად, მაგრამ არის ისეთი, რაც ეკლესიამ მიიღო. აი ერთ-ერთი მათგანია ის, რაც ახლა ჩვენ ერთად წავიკითხეთ. კარგი იქნება, რომ ეს ადამიანმა თავადაც იკითხოს ხოლმე. ეს თქვენი შეკითხვებია თუ იქიდან ამოიწერეთ? შენ მოიწერე. ეს რომელიც ეს აქაც არის ეს. თუ მარადიულობა იწყება გარდაცვალებით და სასუფეველი უკეთესია, მაშინ რატომ გვასწავლიან მოძღვრები, რომ მადლობდეთ უფალს იმისთვის, რომ გაგვითენდა და ცოცხალი ვართ? მარადიულობა იქ კი არ იწყება გარდაცვალების მერე. მარადიულობა დაიწყო, რომ დავიბადეთ. რომ დავიბადეთ, უკვდავი სული შთაბერა ადამიანს ღმერთს. უკვდავი სული შთაბერა. სხვადასხვა ერთხელ აი მამა ეფრემი ვატოპედის წინამძღვარი ვინც არის, ის იყო ჩვენთან მაშინ სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი და სტუმრად იყო, სტუდენტებთან შეხვედრა იყო და იქ ერთ-ერთმა ადამიანმა დაუცვა რაღაცა დაახლოებით ამდაგვარი შეკითხვა და მან უპასუხა, რომ მართლმადიდებლობა არ ასწავლის, რომ გარდაიცვლები მერე უნდა იყო ბედნიერი. ეგ იგივე იქნებოდაო, რომ ავადმყოფისთვის ეთქვა ექიმსო, რომ აი წამას გაძლეო და რომ მოკვდები მერე იქნები კარგათო. სულის სიხარული და ბედნიერება აქვე იწყება. ცხადია არა იმ სიდიადით, რაც იქ ელოდება ადამიანს, რაც წეღავ თქვით, რომ ადამიანს არ უხილავს იქ, რაც იქ ელოდება, ის არ უხილავს. და არც ადამიანის ტანჯვა არ არის ისეთი აქ, როგორიც იქ ელოდება, მაგრამ აქაც ხო გძნობს იმ სულის სიმძიმეს, ხო გძნობს ადამიანს. ტკივილით სავსე სიცოცხლეც სამადლობელია, მოძღვარი ამბობს გარდაცვლილზე, რომ ის ღმერთს უყვარდა და სწორედ ამ მიზეზით გაიყვანა მანი სამქვეყნიდან, მაშინ რომელია ჭეშმარიტად სამადლობელი. ადამიანის გონება ვერ ჩაცდება ღვთის განგებულებას, რომელიც ამა თუ იმ ადამიანის მიხედვით, ახლა 8 მილიარდი ადამიანი ვართ. ყველას ერთნაირად ხო არ გჭირდება, ანუ ყველას სულის გადარჩენა ერთნაირად ხო ვერ მოხდება. ამიტომ რამდენი ადამიანიც არის ღმერთი იმდენაირად მოქმედებს და ჩვენ არ ვიცით მისი განგებულება. ჩვენი გონება ვერ იტევს იმას. შეუძლებელია ჩვენმა გონებამ ბოლომდე ეს გაიაზროს. ამიტომაც თუ ადამიანს სწამს და ენდობა ღმერთს, ის იქნება მშვიდად. ტკივილით სავსეა სიცოცხლე, მაგრამ ესე იგი ადამიანი განსაცდელების გარეშე შეუძლებელია რომ გადარჩეს ეს წმინდა მამათა სწავლება და სახარებისეული სწავლებაც არის, რომ უფლისკენ მიმავალი გზა არის ვიწრო, ეკლიანი და ძნელად სავალი და ძველ აღთქმაში წერია, რომ შვილო თუ უფალს მოუხედი სამსახურად, ესე იგი განსაცდელისთვის გაამზადე თავი. ის კი არა, რომ ადამიანი ფიქრობდეს, რომ აიმე ხო ლოცულობ, მარხულობს, ახარებას კითხულობს, აღსარებას ვამბობ თუ ეზიარები და რატომ აქვს განსაცდელები, რატო არა მაქვს დახენილი ცხოვრება. ქრისტიანობა ესე არ უყურებს ამ საკითხს. ეს არის წუთი სოფელი, ეს არის ბრძოლის ველი, ეს არის მებრძოლი ეკლესია.
და არსებობს მოზეიმე ეკლესია ზეცაში და არსებობს თუმცა ეს ერთი მთლიანობა. მაგრამ ეს პირობითად ეს მებრძოლი ეკლესია მიწაზე ვინმეს კი არ ებრძვის, არამედ საკუთარ თავში თავის დაცემულ მდგომარეობას ებრძვის პირველ რიგში. როცა გარკვეული მიზეზების გამო ადამიანი დაგემძურება წლები არ საუბრობთ, შემდეგ გადადგავ ნაბიჯს და ბოდის მოუხდინ. პატიებას ითხოვ, ის კი პასუხის ღირსად და არც ჩაქთვლის. ასეთი უბრობა მაინც ცოდვაში ჩაგეთვლება, მე გულწრფელად ვაპატიეთ, დღემდე არ ვიცი რა დავაშავ. მოციქული პავლე ამბობს, ეს რომაელთა მიმართ მე-12 თავია. გუშინ წავიკითხე და იქიდან მახსოვს უბრალოდ, თორე ესე მაინც და მაინც არ ვცდილობ ხოლმე, რომ თავები და მუხლები დავიმახსოვრო. თავარი ის არის, რაც თავარი. ხოდა იქ ამბობს, რომ რამდენადაც შესაძლებელია თქვენი მხრიდან ყველა ადამიანთან მშვიდობა გქონდეთ. ანუ ნახეთ რა თქვა, რამდენადაც შესაძლებელია. და აქ რომ ამბობს, რომ დავუშვათ მე მივედი და ბოდიში მოვხადე, თუ მივედი ჩვენ და გულწრფელად შევინანეთ და შენდობა ვთხოვეთ, ესე იგი ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, თუ ორი ანუ ესეთი დაპირისპირებული ადამიანიდან ანუ ვინც პირველი მივაო, ესე იგი მან მოპარა სასუფეველი. ოღონდ სხვისი წილი კი არ მოიპარა, მან თავისი წილი მოიპოვა, ესე რომ ვთქვათ. ვინც პირველი მივიდა, ესე იგი ვინც პირველი მივიდა, რა გამოვიდა? თავი დაიმდაბლა და მივიდა და ამით მეორესაც გაუადვილა შენდობის თხოვნ. თუმცა ჩვენ ვერც იმის გამო ვიქნებით არხეინათ, რომ აჰა მე ხო ჩემი ვალი მოვიხადე და იმას რაც უნდა ისუქნია. ჩვენ მის გამოც უნდა ვწუხდეთ და ვილოცოთ, რომ მანაც შეძლოს, რომ ერთი ის რომ შენდობაც მოგცეს და მეორე თავადაც ითხოვოს შენდობა, თუ რაღაცა გულში აქვს, იმიტომ რომ ის იმითი უნდა გადარჩეს. ჩვენ იმითი უნდა გადავრჩეთ, რომ ჩვენ მივედით და შენდობა ვითხოვეთ და ის იმითი უნდა გადარჩეს. ხოდა თუ ჩვენ ვცდილობთ, რომ შენდობა ვთხოვოთ და არ გვპატიობენ, ეს ჩვენ აღარ გეთვლება ცოდვაში. ჩვენ იმის მეც ვერაფერს გავუჩვენ, უნდა ვილოცოთ მისთვის. თუმცა ის რომ დავუშვათ ჩვენ ვინმე შენდობა ვთხოვოთ და მერე მასზე ასე და ასე ვილაპარაკოთ, რომ ჩვენ ვთხოვეთ შენდობა, ის არ გვპატიობს და ასე შემდეგ და კიდე ამ საკითხზე ვილაპარაკოთ მეგობრებთან თუ ნათესავებთან თუ ასე შემდეგ, ესე ჩვენი მხრიდან უკვე არასწორი იქნება. ერთი შეხედვით ბედნიერი ადამიანი ვარ, კარგი ოჯახი მაქვს და მატერიალურადაც ნორმალური ცხოვრება, თუმცა სულიერი სიმშვიდე არ მაქვს. ვარ სულ შფოთებში, შიშები მაქვს, რომ ჩემ შვილებს მომავალში რაიმე დაემართება. შვილების მიმართ მაქვს პანიკა, რით უშველო თავსო. ცით რა არის? პანიკა და შიში და შფოთი და გაურკვევლობა ეს ეშმაკისგან არის. ეს არ არის ღვთისგან. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, ესე იგი, რომ სულიერი სიმშვიდე შევინარჩუნოთ, რომ ერთს უნდა მივენდოთ. ეგრე ყოველთვის ყველას რაღაც შეიძლება დაემართოს. მაგრამ მამა პაისი ასეთ რამეს ამბობს, ესე იგი, ის წიგნში წავიკითხე. რაღაცა წვეულება იყო ერთ-ერთ ოჯახში, არ ვიცი ქორწილი იყო, დაბადების დღე რა იყო, აღარ მახსოვს, მოკლედ. ერთმა მამამ გაგზავნა შვილი სარდაფში, რომ რაღაცა ამოიტანა. შვილმა კარგახანს დააგვიანა. გავიდა კარგახანი, მოკლედ და ელოდებიან არა და არა მოვიდა, ახლა ფიქრობენ, მოდი ჩავიდეთ, ჩავხე, რაღაცა უნდა ამოეტანა. და ჩავიდა და თურმე რა ხდა, ეს გოგო ზის და ტირის და ჭერში იყურება. თურმე რაღაცა იყო, სიტყვაზე ამბობ, რაღაცა ბასრე, ცული იყო ჩამოკიდული ჭერში, სიტყვაზე. მე არ მახსოვს რა იყო, მაგრამ პირობითად რა აზრი იგივე რჩება. ეხლა ზის ეს გოგო და ტირის და მამა ეკითხება, შვილო, რა მოგივიდა, რატო ტირი ხარ? და ეს გოგო უყურებს და ფიქრობს, რა მამაო და აი მე რო გავიზრდებიო და შვილი რომ ეყოლებაო. ხო შეიძლება მეც გამოგზავნე ისო სარდაფშიო და აი ეს რო ჩამოვარდესო და რო დაეცესო. მერე რა ვქნაო? ანუ ტიროდა და ნერვიულობდა იმაზე, რაც ჯერ არ მოხდარა და შეიძლება არც არასდროს არ მომხდარიყო. ხო და
ჩვენ ახლა იმაზე ნერვიულობთ, რომ აი მე ეს რაღაცა არ მოხდეს. მაგაზე არ უნდა ინერვიულო. ეს ფოთი, ეს ნერვიულობა მე სულიერ ძალებს ართმევს ადამიანს, რომ აკეთოს ის, რაც მართლაც აკეთებელია. და ვზივართ იმ ბავშვით და ვტირი ვართ ესე, რომ აი მე რაღაცა არ მოხდეს. თუ მართლა რაღაცა ეჭვი გაქვს, რაღაცა საშიშროება არსებობს კონკრეტულად, არა? კი ბატონო, იმაზე უნდა იზრუნო, მაგრამ ესე 60-ზე იჯდე იმ ბავშვით და ტიროდე, უკვე მომისმენია, რომ ზოგიერთი სული 60-ში მიდის, ზოგი ჯოჯოხეთში, ზოგიც უბრალოდ კვდება და მათ ღმერთი აღადგენს, ასეა, ვის აღადგენს უფალიო, უფალი ყველას აღადგენს. აი სახარებაში ასე წერია, ყველას აღადგენს, მაგრამ ზოგი გამოვა მარადიული სიხარულისთვის და ზოგი გამოვა მარადიული სატანჯველისათვის. ანუ მარტო სული კი დავუშვათ ადამიანის სული სასუფეველშია, მარტო სული კი არ ხარობს, არამედ ის სხეულითაც ხარობს. რატომ? იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ამა თუ იმ შრომას აღასრულებდა მოყვას ის საკეთილდღეოდ, მარტო სული არ შრომობდა. სული იყო გადაწყვეტილების მიმღები, მაგრამ ის სხეული მიდიოდა, რომ წყალი მოეტანა, შეშა დაეჩეხა თუ აფთიაქში გაგზავნილი ყოთოს არ. და ამავე დროს მათთან ის მარხვა იქნება თუ სხვა რამ, სხეულიც ხო ითმენს ამ ყველაფერს, არა რომ გადარჩეს. ეს ერთი მთლიანობა ადამიანი. და მეორე მხრივ ადამიანი რომ სწოდავს, სხეულის მეშვეობით ხო სწოდავს. ვიღაცა თამბაქოს ეწევა, სული როგორ მოწევს თამბაქოს თუ სხეული არ აქვს. ხო და ამიტომ სწოდავდა რა სულთან ერთად სხეულიც იქნება აღდგენილი და მასთან ერთად დასჯილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე ძვირფასი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, მაინც რომ შვიდად ხარ, ეს როგორ ხდება, ან რატომ ხდება? შეიძლება ყველა შემთხვევაში ეს არც ცუდი იქნება და არც კარგი. შეიძლება ეს გულგირლობის გამოც იყოს, მაგრამ შეიძლება იმის გამო არ ნერვიულობდე და არ ჯავრობდე, რომ ხორციელი განშორება კი გაწუხებს ადამიანს, მაგრამ ადამიანი რომ გარდაიცვლება და როიცი რომ ის ღვთისმოყვარე ადამიანი იყო, მართლაც აი ღვთისმოყვარე ადამიანი იყო და ახსარებით, ზიარებით, თავშეკავებით ცხოვრობდა. ანუ თუ მორწმუნე ხარ, კი არ გადარდებს ის, რომ ის მარადიულად დაიღუპება თუ არა, მაგრამ ხორციელი განშორება გადარდებს თავისთავად. მაგრამ ვინც ის ხარობ კიდეც იმით, რომ ის ასეთ მდგომარეობაში წავიდა, რომ მას ღმერთი უყვარდა და ასე ღვთის მოსაობით ცხოვრობდა. მაგრამ მეორე მხრივ ნახეთ, თუ ადამიანი გარდაიცვლება, რომელიც დიდ ცოდვებში იყო ჩაფლული, აი ის მართლაც სადარდებელია და საგლოვია. ის მართლაც სადარდა, მისთვის განსაკუთრებით კიდევ უფრო მეტად საჭიროა ლოცვა. და სოლომონ ბრძენი ასეთ რამესაც ამბობს, რომ მკვდარი 7 დღეს იტირეო, ბრიყვი და უხთო ყოველ დღეს სანამ ცოცხალია. ანუ შეიძლება ის ცოცხალია, მაგრამ სულიერად მკვდარია და ის უნდა იგლო და უნდა იტირო და ღმერთს უნდა შეავედრო ის. თუ ლოცვებს არ კითხულობ, ეს ნიშნავს, რომ ღმერთს ჩემი თხოვნა და მადლობა არ ესმის და თუ არ ვთხოვთ, რა უნდა გაიგოს? თუ არ ლოცულობთ, ესე იგი არ ვთხოვთ, თუ არ მადლობთ, ესე იგი არ ვმადლობთ. კი, მადლიერება მარტო სიტყვით არ გამოითქმება და არ გამოიხატება, ეს არის მდგომარეობა ადამიანის. შეიძლება ადამიანმა ესე არ თქვას და შინაგანად ღვთის მადლიერებას გრძნობდეს და მადლიერი იყოს ღვთისა. მაგრამ უფალი ამბობს, რომ ითხოვეთ და მოგეცემათ. დააგაგუნეთ და გაგიღებათ. ეს ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია და სახარებაში არაერთი რამ არის მოთხრობილი ლოცვის თაობაზე, ლოცვის საჭიროების თაობაზე. არაერთი მაგალითი თავად უფალმა მოგცა. დილასაც ვამბობდით, ესე იგი, უფალმა თავად დასწავლა თავის მოწაფეებს ლოცვა. აი საუფლო ლოცვას რო უწოდებთ მამაოჩვენოს, ეს თვითონ იესო ქრისტემ ასწავლა თავის მოწაფეებს. აი ასე ილოცეთ. და კარგი იქნება, რომ თქვენ მამაოჩვენო წაიკითხოთ, არა უბრალოდ ისე მექანიკურად, როგორც ვამბობთ ხოლმე, არამედ
გაიაზროთ და მოიძიოთ წმინდა მამათა მიერ მამაუჩვენოს განმარტება. ინტერნეტში აუცილებლად იპოვეთ. შეიძლება ჩვენ სულაც ერთი შეხვედრა ამასაც დავუთმოთ, მაგრამ ან უფალმა ასწავლა თავის მოწაფეებს, აი ყველაზე მთავარი, რაც უნდა ითხოვო ღვთისაგან. აი ეს არის ყველაზე მთავარი, რასაც მამაუჩვენოში ითხოვს ადამიანი. როგორ ვიგრძნო გარდაცვლილის სიახლოვე? არ ვიცი, მე გამიჭირდება ამაზე რამე ხა კონკრეტული თქმა. თუმცა ჩვენ უნდა ვილოცოთ თითოეული გარდაცვლილისთვის და პატრიარქის სიტყვები გავიხსენოთ, რომ არსებობს სულთა კავშირი. რომ შენ შეგიძლია მიმართო შენს გარდაცვლილებს. გარდაცვლილი ადამიანის სული ეხმარება მისთვის საყვარელ ადამიანებსო, ეს ყოველთვის ასეა თუ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ მისთვის ვლოცულობთ, ან უბრალოდ ვთხოვთ დახმარებას. ესეთ რა არის? თუ ადამიანი ჯარი წერია ყველას, მაგრამ თვითონ საჭიროებს ჩვენს ლოცვას, ის რანაირად დაგვეხმარება? ანუ თუ ადამიანს თვითონ უჭირს, თვითონ იტანჯება, ის რანაირად დაგვეხმარება? მაგრამ თუ ადამიანი ცხონებულია, ის დაგვეხმარება. ახლა მაგალითისთვის ვიტყვი. აი მთელი საქართველო წმინდა გიორგის არ ევედრება და წმინდა გიორგი არ ეხმარება. ახლა ჩვენი ოჯახის წევრი რო იყოს გარდაცვლილი და ცხონებული რო იყოს, არ დაგეხმარება? როგორ არ დაგეხმარება? ჩვენ 1000 ცოდვაში ჩაფრულებს შეგტყივა ერთმანეთზე გული და ის წმინდა არ დაგვეხმარება? რომელიც სიყვარულით არის სავსე. როგორ არ დაგეხმარება? მაგრამ თავად მას თუ უჭირს, როგორ დაგვეხმარება? ამიტომ რადგან ჩვენ არ ვიცით მას უჭირს თუ უხინს, ყველა შემთხვევაში უნდა ვილოცოთ. თორე ჩვენ რო ვიცოდეთ, რომ ჩვენი გარდაცვლილი ადამიანი, ესე იგი ნეტარებაშია, ბედნიერია, მარადიული სიხარული აქვს, რა გვაქვს სატირალი და საგლოვი? პირიქით, რაც უნდა მომხდარიყო და რაც ყველაზე მეტი ბედნიერება, ის მომხდარა. მაგრამ სანამ ეს არ იცი, ამიტომ უნდა ილოცო. და თუ მას არ ჭირდება ჩვენი ლოცვა, ეს ჩვენ ცოდვად კი არ ჩაგვეთვლება, რომ დავუშვათ ვინც წმინდანია, იმას თუ პანაშვიდში მოიხსენებ, შენ არ იცი, მაგრამ მოიხსენებ. პირიქით, ეს ლოცვა შენვე დაგიბრუნდება, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ჭირდება იმას ლოცვა. შეიძლება თუ არა ჯვარ დაუწერელი ქორწინებაში მყოფი ეზიარებოდეს. ახლა რა არის იცით, აი დავუშვათ, მოდი ერთი მაგალითი განვიხილოთ. მოდის მანდილოსანი, რომელსაც ჯვარი არ აქვს დაწერილი. მისი მეუღლე არ ცხოვრობს ეკლესიურად, ან ზოგ შემთხვევაში შეიძლება პირიქით. ცოცხალი თავით არ უნდა ერთ ჯვრის დაწერა. ესმით. და ესე არიან და ერთ-ერთი მოექცა ქრისტიანობას. ქრისტიანი მანამდეც ეგონა თავის თავი, მაგრამ არ ცხოვრობდა ესე და ეხლა მიხვდა რაშიც არის საქმე. ეხლა იმის გამო, რომ მისი მეუღლე არ არის თანახმა ამ ჯვრის წერაზე, ამან რა დააშავა, ეს არ უნდა ეზიაროს. მაგრამ ისე კი, ჯვარი დაიწერო. მაგრამ თუ ადამიანი დასაოჯახებელია და გაყვება ან მოიყვანს ისეც, რომელსაც არ უნდა ჯვრის დაწერა, მაშინ ეს უკვე მისი ბრალიც არის. აი ახალგაზრდა გოგონა დავუშვათ, გაყვება ვიღაცას, ვისაც ატყობს, რომ საერთოდ ეკლესიისკენ გამოხედვა არ უნდა. ის თავისთავად ცხადია, თუ დაიწერს ჯვარს შენი ხათრით, ხო კარგი, მაგრამ თუ არ შეიძლება სულაც არ გააკეთოს ეს და ეგ უკვე შენი ბრალიც არის. ამიტომ მორწმუნე ადამიანმა უნდა ეცადოს, რომ მორწმუნე ადამიანს დაუკავშიროს თავისი ცხოვრება. სხვა არის, როდესაც ორივე ურწმუნო იყო და მერე მოექცა ერთი, მაგრამ სხვა არის, რომ შენ როდესაც ჯერ არჩევანის წინაშე არ დამდგარ ხარ და ეს გაქვს გადასაწყვეტი და შენ უკვე მორწმუნე ხარ. ილუზია, რომ მერე იმასაც მოვიყვან ტაძარში, ეგ ხშირად მართლაც ილუზიად რჩება ხოლმე. ის ვერ მოყავთ, მაგრამ ეს კი მიყავთ ხოლმე. ხშირ შემთხვევაში ასე ხდება. ხო და გინდა ვაჟი იყოს და გინდა გოგონა, სამწუხაროდ ასე ხდება. მაგრამ თუ მართლაც მოხდა ის, რომ მოიყვანა რას გულისხმობთ, იცით?
უნდა მართლაც გულმხურვალე ქრისტიანი იყო და უნდა ილოცო მისთვის და არავითარ შემთხვევაში საყვედურები რომ შენ რატო არ მოდიხარ ტაძარში და წამოჩემი ხათრით წამოდი და ეგეთი რაღაცები უფრო მიზანს ვერ აღწევს ხოლმე. ხოდაშორის ამას წინათ კითხულობდი. კაიხნის ერთ-ერთი საბერძნეთში ხდება ერთ-ერთი მორწმუნე ქალბატონი იყო და ურწმუნო მეუღლე ყავდა და ვერაფრით ვერ დააგონა ის რომ ეკლესიურად ეცხოვრა და თან ეს ქალბატონი რაღაცა დღიურებს წერდა ხოლმე. და ერთხელ ამ კაცმა ნახა თავისი მეუღლის დღიური. და წერია რომ გიორგი ერქვა მეუღლეს, ცოლს რა ერქვა არ მახსოვს. დღეს ჩემი გიორგისთვის ბევრი ცრემლი უღვარეო. ეს ქალი წერს. და ესე რამდენიმე დღე ესე გრძელდება და ეხლა ამ კაცს გულმა ვეღარ გაუძლო, ან რა გულმა უნდა გაუძლოს მეუღლე რო წერს. თან არასდროს არ აძლევდა შენიშნას, რომ შენ რატო ამას არ აკეთებ. ჩვენ შემთხვევაში ხშირად ასე ხდება. 1-2 კვირა მოვა ადამიანი ტაძარში, მერე სახლში მიდის და ყველას თავი უნდა მოაჭამოს. შენ ნუ ეწევი, შენ ეგრე ნუზი ხარ, შენ ისე ნუ დაამტკნარებ და აი მთელი და ეს ქალი არაფერს არ ეუბნეოდა. იდგა, ლოცულობდა და ტიროდა მისთვის. და აი რამ გამოიღო შედეგი. რამ გამოიღო? ესეც ხო შემთხვევით არ არის, რომ რაღაცა ძალამ ხო ეს გიორგი მიიყვანა იქამდე, რომ ისი დღიური გადაეშალა. ხო შეიძლება ეთქვან, ეტარაში მაინტერესებს რას წეს ახლა. მაგრამ გადაშალა. წაიკითხა. ეგეც შემთხვევით არ ხდება და არც ეს ქალი არ წერდა როგორც ჩანს იმისთვის, რომ მაინც და მაინც გიორგის წაეკითხა. იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში თუ მისთვის წერდა, შეიძლება ის რომ ჩაიზდალებდა ეს მიეტანა და ესე დაედო წინ. ხო და ის უფრო გაეღიზიანებინა. საერთოდ არ წაეკითხათ არასდროს. ლოცვას აქვს ძალიან დიდი ძალა. აი რასაც სიტყვით ვერ აგებინებ ადამიანს, ლოცვით უფრო გააგებინებ. წმინდა მამები ხო ამბობენ, როდესაც ადამიანს არ ესმის, რომ ღმერთზე ელაპარაკები, ღმერთს უნდა ელაპარაკო ადამიანზე. და რასაც წეგან ტაძარში ამბობდი პატრიარქის სიტყვებს, რომ ლოცვა არ უნდა იყოს უკანასკნელი იმედი, არამედ პირველი რეაქცია. და ერთ-ერთი წმინდა მამა რას ამბობს? აი მაგალითად შვილს გინდა რომ დაელაპარაკო. სანამ შვილს რამეს ეტყვიო. აი გინდა დაარიგო, რაღაცას ვერ აკეთებს და გინდა შენიშნა მისცე თუ რაღაც. მიდიო ღვთისმშობლის ხატთან და ილოცეო და უთხარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელო, ასე და ასე ვარ, ასე მინდა უთხრა და მერე მიდი შვილთანო და ნახავ რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი უკეთ გააგებინებს იმას, რის თქმაც შენ გინდა. ანუ შენც უთხარი მერე შენ შვილს, მაგრამ ჯერ ილოცე. იმაზე გქონდეს იმედი და არა შენს მოხერხებულ ნათქვამზე. თუ კაცრად ნათქვამზე თუ ასე თუ ის. ილოცე და ღმერთს მიანდე, ღვთისმშობელს მიანდე. საავადმყოფოში მოუნათლე ბავშვი 21 წლის წინ. ახლა მითხრეს რომ ნათლობა დაუსრულებელია, შესაძლებელია რომ ასე ინათლებოდეს. მადლობთ. არის ასეთი შემთხვევები რომ ესე იგი, როდესაც მომაკვდავია ადამიანი და შეიძლება სულაც სასულიერო პირის მიყვანა ვერ ხერხდებოდეს. არის ასეთი წესი. ნუ ეკლესიაში არის ორი ასეთი ტერმინი, ორი ასეთი მიდგომა, აკრიბია და იკონომია. აკრიბია არის ყველაფრის ზედმიწევნის შესრულება. იკონომია არის იმისათვის რომ სული გადარჩეს რაღაც იმ ზედმიწევნითი წესიდან გარკვეულწილად გადახვევა, ოღონდ არა რაღაცის დარღვევა. ახლა მაგალითს ვიტყვი და უფრო მიხვდები. დავუშვათ ადამიანი არის მოსანათლი და რაღაცა უბედური შემთხვევა მოხდა და გარდაცვალების პირას არის. ნუ იქ ვერ ასწრება რომ მღვდელი მოიყვანონ და ნათლობა ჩატარდეს. ამიტომ ერის ადამიანსაც, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ასეთი მონათლოს თავისთავად ცხადი. ასეთი რამ გააკეთოს. აიღოს წყალი და თქვას დავუშვათ გიორგი, ხო? ნათელს იღებს მონახთისა გიორგი, სახელითა მამისათა ამინ დაასხას წყალი. და ძისათა დაასხას ამინ და სულისა წმინდისათა ამინ, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. თუ ეს ადამიანი გარდაიცვალა, ის ითვლება მონათლულად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი წყალი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ერის ადამიანმა შეასრულა ეს.
ის ითვლება მონათლულად, მაგრამ თუ ეს ადამიანი გადარჩა, მაშინ უნდა ჩატარდეს ნათლობა, ოღონდ ნათლობაში გახსოვთ უდელი რო ამბობს მაგას, ნათელს იღებს მონახტის, ეგ აღარ ითქმის. იმიტომ რომ ეგ უკვე ნათქვამი. მიუხედავად იმისა, რომ ერისკაცმა თქვა. და არის ხოლმე შემთხვევა, რომ სასულიერო პირი შედის, აი სიტყვაზე ინკუბატორში, როდესაც ყავთ ბავშვი, ხო, შედის და იქ სრულდება ეგ. თუმცა ჩვენ მაინც ვცდილობთ ხოლმე, რა ვიცი, ჩემი მოძღვრისგან ყოველთვის ესე ვიცი, რომ ჩვენ მაინც სრულად ვატარებთ ხოლმე, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, რომ აი ესე მოკლედ ტარდება. ნუ იქ ვითარებიდან გამომდინარე ალბათ არ ვიცი, მაგრამ თუ ესეთი ნათლობაა ჩატარებული, რომ მხოლოდ ეს მოხდა, მე ამ შეკითხვის ავტორს ვეუბნები, თუ ეს მოხდა, მაშინ შეიძლება ყველაფერი ჩატარდეს აი ამ ფორმულის გამოკლებით. ეს ყველაზე მთავარი ფორმულაა, რაც მე ვთქვი ახლა, რომ ნათელს იღებს მონახტისა ესე და ეს ყოვლადწმინდა სამების სახელით რო ინათლება, ეგ ყველაზე მთავარია ნათლობაში. მაგის გამოკლებით ყველაფერი შესრულდება და ჩატარდება. ეგ ექიმებსაც აქვთ ხოლმე ლოცვა კურთხევა, რომ თუ დაუშვათ ნახეს, რომ ესეთ მდგომარეობაში ახალშობილი და იქ ვერ ხერხდება, ვერ ესწრება მღვდლის მოყვანა, მათაც აქვთ ხოლმე ლოცვა კურთხევა, რომ ეს შეასრულა, რომ მოუნათლავი არ წავიდეს ბავშვი. ეს თქვენ გაარკვიეთ ახლა როგორ არის მონათლული, გაიგეთ და თუ რამე აკლია, შეიძლება რომ ეს დასრულდეს. ძალიან ხوار გადავაჭარბეთ. იქნებ რაიმე თქვა სკოლამდე დაწესებულებებზე, საბავშვო ბაღებში ცუდად ექცევიან ბავშვებს. ეს თქვენ უნდა თქვათ მაშინ, რაც იცით, რომ ცუდად ექცევიან. მე რა უნდა ვთქვა? რა ვთქვა, აბა მითხარით და ვიტყვი. ერთი რამ კი არ მომწონს, რომ ბავშვებს ესე იგი საზეპიროთ აღარ აძლევენ არაფერს და რაღაცა ბავშვების გონებასაც ხო ვარჯიში ჭირდება. იმის გამო, რომ სიტყვაზე ვამბობ, ერთი ვერ იმახსოვრებს, არც იმას არ აძლევენ რაღაცას და მაშინ იმის გამო, რომ ესე იგი, აი სიტყვაზე ვამბობ, აი ზოგი ბავშვი ამდენს ჭამს. ზოგი ამდენს და ერთნაირი ჯანმრთელობა უნარჩუნდებათ. მოდი მაშინ ვინც ამდენს ჭამს, ამასაც ეს ვაჭამოთ. ესეთი. და რა გამოვა? ეს დასუსტდება. ის თუ ამდენს იმახსოვრებს, ის იმას იმდენი მიეცი და ისწავლოს, პატარა ლექსი ისწავლოს, ამას დიდი ლექსი მიეცი. გამოვა კარგი ზეიმი. ეხლა აღარ არის ეგ ზეიმები. აი კი მაწუხებს, მაგრამ სხვა მხრივ არ ვიცი ახლა იქ რა არის და როგორ არის და თუ რამე ცუდია, უნდა თქვათ ესე იგი. როგორ მოამზადოთ ბავშვი პირველი აღსარებისთვის, რა წაუკითხოთ, რა ავუხსნათ, მოძღვარი როგორ შევარჩიოთ მისთვის. არ უნდა წინასწარ რაღაცეების თქვა, მიიყვანეთ, ასწავლეთ მოძღვართან ურთიერთობა, დაელაპარაკოს, გააცანეთ, დაუმეგობრდეს, მერე თავად მოძღვარი ავუხსნის, რაც საჭიროა და როგორ არის. ნუ ეს მეორე რაღაცა ისეთია, რომ სიზმარში ვნახეო რაღაცები და სიზმარში ნანახს ძალიანაც მოგამოეკიდებით ესე იგი და დაიჯერებთ რაღაცებს, ნუ ენდობით სიზმრებს და უფრო დაცულები ვიქნებით. ეხლა ერთი რაღაც მინდა